გამარჯობა, დღეს მოგიყვებით საიტების სარეზერვო ასლის შესახებ, აგიხსნით მათ მნიშვნელობას და გაჩვენებთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ შეიძლება საიტის სარეზერვო ასლის გაკეთება. მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, მაქვს WordPress-ზე საიტების დამზადების უკვე 10 წლიანი გამოცდილება და ამ გამოცდილებას გიზიარებთ ჩემს YouTube არხზე და Facebook ჯგუფში. აქვე YouTube არხზე გაკეთებული მაქვს პლეილისტი WordPress-ის დამწყებთათვის, თუ ახლა შემოგვიერთდით, აუცილებლად გადახედეთ სხვა ვიდეოებსაც, ვფიქრობ საინტერესო იქნება. დღევანდელი ვიდეო სპონსორი არის კომპანია ProService, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ დომენიც და ჰოსტინგიც და მათ ჩვენთვის აქვთ 15%-იანი ფასდაკლება, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და გაწევრიანდით Facebook ჯგუფში იმისთვის, რომ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და საინტერესო შემოთავაზებები. და დავიწყოთ იმით, რომ ავხსნით, თუ რას ნიშნავს საიტის სარეზერვო ასლი. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საიტის სარეზერვო ასლი არის საიტის სარეზერვო ასლი და გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც დაუშვათ რაღაცა მიზეზის გამო დაზიანდა ჩვენი საიტი, ან გვინდა ჩვენი საიტის ესეთი ასლი გქონდეს და გადავიტანოთ დაუშვათ სხვა დომენზე, ჰოსტინგზე ან რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. რამდენიმე მაგალითს გეტყვით. ერთ-ერთი მაგალითი არის, როდესაც ვაკეთებთ განახლებას, შეიძლება რამე პრობლემა შეიქმნას და საიტი აღარ ჩაირთოს, ან რაღაცა დაუშვათ არ ჩაირთოს ისე, როგორც ჩვენ ეს გვინდა, როგორც უნდა იყოს ყველაფერი. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ უკვე დაუშვათ წინა დღის შექმნილი გვაქვს, ან თუნდაც ნახევარი საათის წინ, როდესაც საიტი მუშაობდა ნორმალურად, შექმნილი გვაქვს საიტის სარეზერვო ასლი, აღვადგენთ ამ საიტის სარეზერვო ასლს და ჩვეულებრივად იმუშავებს საიტი. ეს ეხება ასევე ჰაკერული ერიშებს, შეიძლება რაღაცას დაუშვათ აკეთებთ რაღაცა ცვლილება შეგაქვთ საიტზე და შემთხვევით რამე წაგეშალათ, რამეზე დაგეჭირათ, რაღაცა გაგიფუჭდათ და ყველაზე მარტივი ხერხი არის ძალიან ხშირად, როდესაც აღვადგენთ საიტის სარეზერვო ასლს და საიტი გვექნება ზუსტად ისეთი, როგორიც იმ სარეზერვო ასლის გაკეთების დროს იყო. გაჩვენებთ ახლა რამდენიმე მაგალითს. გვაქვს ჩვენ ესეთი სატესტო საიტი. დავაყენოთ პლაგინი, რომელიც გააკეთებს სარეზერვო ასლს. ამისთვის გადავიდეთ საიტის მართვის პანელში, გადავიდეთ პლაგინებში და დავკლიკოთ ახალი პლაგინის დაინსტალირებას. აქ ჩავწეროთ სიტყვა backup. აი ასე. და ნახეთ, გვექნება აქ რამდენიმე სხვადასხვა პოპულარული პლაგინი. Updraft Plus არის, დუპლიკატორი არის, BackVP API, All-in-One VP Migration და backup და ყველაზე მეტად მე მომწონს ამ ბოლო დროს მარტივი საიტებისთვის, 5-6 გვერდიანი საიტებისთვის, ყველაზე მეტად გაუმადგა Migration Backup, ანუ ეს WP VVD, ალბათ ესე ეწოდება. ეს არის მათი საიტი. აქვს ფასიანი და უფასო ვერსიები, როგორც ყველა სხვა პლაგინს და რა თქმა უნდა განსხვავდება ფასიანი და უფასო იმით, რომ ფასიანს უფრო მეტი ფუნქცია აქვს. როგორც წესი, ფასიანის შემთხვევაში არის ხოლმე შესაძლებლობები, რომ დაინიშნოს რაღაცა კონკრეტული დრო და პერიოდები, როდესაც გვინდა რომ გაკეთდეს ეს ბექაპები და ასევე ავტომატური საშუალება იმისი, რომ დავუშვათ Google Cloud-ში ან iCloud-ში ან სადღაც აიტვირთოს ავტომატურად, ან დავუშვათ Dropbox-ში ან ნებისმიერ სხვაგან ნებისმიერ ონლაინ საცავში, რაც თვითონ რა თქმა უნდა იქ ჩამონათვალში აქვთ მითითებული, მაგრამ უფასო ვერსიებს ესეთი შესაძლებლობა არ აქვთ. თუმცა რაღაცა ეტაპისთვის, რაღაცა მომენტისთვის უფასო ვერსიების სრულებით საკმარისი არის იმისთვის, რომ გქონდეთ ხარისხიანი საიტის სარეზერვო ასლი. კიდევ ერთი პლაგინი, ესე იგი არის ეს, როგორც უკვე გაჩვენეთ, აქაც დეტალები აქვს, აქაც თავისი ფასები და ეს Updraft Plus-ი, რომელიც ვახსენე. მაგრამ დავაინსტალირებ ახლა ამ პლაგინს და გაჩვენებ დაახლოებით როგორ მუშაობს. აი აქ დავკლიკოთ ინსტალაციაზე, დაინსტალირდა, ახლა დავკლიკოთ აქტივაციაზე და გადავდივართ უკვე მართვის პანელში, სადაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ არაფერი სეტინგები რო არ გავწეროთ და არაფერი არ შევამოწმოთ ისე, პირდაპირ შეგვიძლია დავაჭიროთ backups, დაიწყება ჩვენი საიტის სარეზერვო ასლის შექმნის პროცესი. და აი backup-ი უკვე მზად გვაქვს, შეგვიძლია ვნახოთ აქ ჩამონათვალში, აი აქ არის ჩვენი ასლი, საიტის სარეზერვო ასლი, ამ ასლს გადმოვიწერთ. აი ასე. მიუთითებთ ჩვენს კომპიუტერში
იმ folder-ს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, შევინახავთ. გადმოიწერა, შეგვიძლია ვნახოთ, ან შეგვიძლია ახლა პირდაპირ გავაკეთოთ ესეთი რაღაც. დავუშვათ, შევიდეთ საიტზე. წავშალოთ აი მაგალითად მთავარი გვერდის გარდა სხვა ყველა გვერდი წავშალოთ, აი ნახეთ. ახლა აი აქ ეს საიტი გამოიყურება ასე, ეს სატესტო საიტი არის. გამოიყურება ასე. გვაქვს აქ სხვადასხვა გვერდები. დავუშვათ ესეთი გვერდები. და აი ეს გვერდები დავუშვათ შემთხვევით წაგვეშალა. გადავიდეთ მართვის პანელში, გადავიდეთ გვერდებში. მოვნიშნოთ ყველა გვერდი და მთავარი გვერდის გარდა ყველა გვერდი წავშალოთ. ჩავთვალოთ, რომ შემთხვევით დაგვეჭირა და წაეშალა. აქედანაც ამოვშალოთ ეს გვერდები. შემდეგ ჩვენ გადავდივართ WP Vivid Backup-ში, აი ამ პლაგინში აი აქ დავკლიკავ. აქ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ აღვადგინოთ, თუ შენახულია უკვე აქ თუ არის, ან თუ აქ არ გვაქვს, დავუშვათ არ გვაქვს აქ გაკეთებული ეს, შეგვიძლია upload-ში დავაჭიროთ აქ ამ რელაქს. გადავიდეთ ჩვენს ბექაპებში, მოვნახოთ ჩვენი ბექაპი, ანუ საიტის სარეზერვო ასლი, ავტვირთოთ ეს საიტის სარეზერვო ასლი. აი რელაქს დავაჭერთ. აიტვირთა ეს ჩვენი ბექაპი. ახლა დაგვიწერს, რომ მზად არის, კი ბატონო ეს არის და შეგვიძლია აი ამ რელაქს restore-ს დავაჭიროთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასაც რა თქმა უნდა ცოტა დრო დაჭირდება. რა არის ესეც? აღდგენა გააკეთა და ახლა შეგვიძლია დავარეფრეშოთ, ასე შევიდეთ და გადავიდეთ ჩვენი საიტის გვერდებში და როგორც ხედავთ, ყველა გვერდი აღდგენილი არის და ვნახოთ საიტი როგორ მუშაობს. საიტიც ჩვეულებრივად მუშაობს. და სანამ გააკეთებდეთ რომელიმე პლაგინზე არჩევას და დაიწყებდეთ საიტის სარეზერვო ასლის გაკეთებას, გირჩევთ რომ რამე სატესტო საიტზე გაივარჯიშოთ, კარგად ნახოთ სწორად აკეთებთ თუ არა სარეზერვო ასლს და ამ სარეზერვო ასლიდან აღდგენას. გაეცნოთ ფუნქციებს, გაეცნოთ სხვა დეტალებს და უკვე შემდეგ გადახვიდეთ რეალურ საიტზე. კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, ეს არის რაც უფრო მნიშვნელოვანია პროექტი, მით უფრო მეტი სარეზერვო ასლი უნდა გქონდეთ და მით უფრო მეტ ადგილას უნდა იყოს შენახული. ეს იქნება თქვენი კომპიუტერი, გარემყარი დისკი, ღრუბელში შენახვა თუ სხვადასხვა ადგილას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მით უფრო მეტი. კიდევ ერთი ხერხი, რითაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საიტის სარეზერვო ასლი, ეს არის შეხვიდეთ თქვენი ჰოსტინგის მართვის პანელში და თუ მაგალითად cPanel-ი არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სტანდარტული ბექაპის მოდული, ან Jet Backup 5 არის ესეთი მოდული. Direct Admin-ის შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვიდეთ მართვის პანელში ასევე Advanced Feature-ში გადახვიდეთ და აქ მონახოთ Create Restore Backup. აი ესეთი რაღაცა არის, დაკლიკოთ, მაგრამ ამაში უფრო სასურველი არის, კარგად ერკვეოდეთ, იმიტომ რომ ამ პლაგინების გარეშეც, ამ მოდულების გარეშეც შესაძლებელი არის უბრალოდ გადმოიტვირთოს თქვენი საიტის ფაილები და ბაზა, მაგრამ ვიმეორებ ამაში კარგად უნდა ერკვეოდეთ. ყველა თანამედროვე hosting provider-ი სთავაზობს თავის მომხმარებლებს საიტების სარეზერვო ასლის გაკეთებას და არც hosting provider-ი Pro Service-ი არ არის გამონაკლისი. უბრალოდ ტექნიკურ სამსახურთან უნდა დააზუსტოთ, რა მოცულობით და რა პერიოდულობით გაკეთდება თქვენი საიტის სარეზერვო ასლი. მე კი გადავალ დაპირებულ ფასდაკლებაზე და შეგახსენებთ პირობას. პაკეტი უნდა შეიძინოთ 1 წლით უნდა გადაიხადოთ და ამ პირობის შესრულებისას დომენი გადმოგეცემათ უფასოდ და Vladimir KV 15 პრომოკოდს თუ ჩაწერთ, 15% დააკლდება თანხას. ახლავე გაჩვენებთ, რაზე მაქვს საუბარი. დაუშვათ შევარჩიეთ დომენი და ეს დომენი არის თავისუფალი. გადავიდეთ რეგისტრაციაზე, გავაგრძელოთ. აქ უნდა ავირჩიოთ 1 წლით გადახდა, თანხას როგორც ხედავთ 420 ლარი იწერება. გადავიდეთ, დავაჭიროთ გაგრძელებას და ინახეთ, თანხა წერია 420 ლარი.
დომენი 0 ლარი 1 წლით გადმოგეცემათ უფასოდ და რო ჩავწერთ ვლადიმერ კილვეთ-15-ს, დავაკლიკოთ ამ ღილაკს და თანხას დააკლდა 63 ლარი და არ დაგავიწყდით კიდევ დომენი არის 1 წლით უფასოდ. ჯამში გადაიხდით 357 ლარს და გისურვებთ წარმატებულ პროექტებს. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, გაწევრიანდეთ ჩემს Facebook ჯგუფში, იმისთვის რომ მიიღოთ სასარგებლო საინტერესო ინფორმაცია. წარმატებებს გისურვებთ.